საშინელი საქმე, რომელიც ლონდონის სასამართლოში მიმდინარეობს და ახლა ახალ შეშფოთებას იწვევს იმის შესახებ, თუ რამდენად შორს შეიძლება წავიდეს ირანის რეჟიმი, მეთა გააჩუმოს თავისი კრიტიკოსების აზმორგარეთ. ბრიტანელი პროკურორები აცხადებენ, რომ რუმინეთის მოქალაქეთა ჯგუფმა ირანელი ჟურნალისტი სპორია ზარატის წინააღმდეგ დანით თავდასხმა თეირანის დავალებით განახორციელა და მათ ირანის სახელმწიფოს დავალებით მოქმედ შუამავლება დასახელებენ. ეხლა ზარატი, რომელიც ოპოზიციურ მედია საშუალება Iran International-ში მუშაობს, გადარჩა მას შემდეგ, რაც 2024 წელს ლონდონში საკუთარ სახლთან რამდენჯერმე დაჭრეს. და პროკურორები ამბობენ, რომ ეს თავდასხმა საგულდაგულოდ იყო დაგეგმილი. ეს ფინანსურად მოტივირებული იყო და წარმოადგენდა ირანელი დისიდენტების საზღვარგარეთ დაშინების უფრო ფართო სქემის ნაწილს. ეხლა ირანის ისლამური რესპუბლიკა უარყოფს ნებისმიერ მონაწილეობას, მაგრამ სასამართლო პროცესმა კვლავ გაამახვილა ყურადღება თეირანის სავარაუდო ოპერაციებზე, რომლებიც მის საზღვრებს ბევრად ცდება. და ეხლა ჩვენთან ერთად არის ირანელი აქტივისტი მაჰიდ ბეჰეშტი. იცით, პროკურორები ამას აღწერენ როგორც სახელმწიფოს მიერ ორგანიზებულ თავდასხმას, რომელიც კრიმინალური შუამავლების მეშვეობით განხორციელდა. რამდენად გავრცელებული გახდა ეს ტაქტიკა ირანელი დისიდენტების უცხოეთში მიზანში ამოღებისას? მადლობ მოწვევისთვის. თუ ირანის რეჟიმის ისტორიას გადავხედავთ, ეს ყველაფერი მათ მძევლების აყვანის პოლიტიკასა და დოქტრინებს უკავშირდება, რაც ჯერ კიდევ 1979 წლიდან იწყება. შეიძლება ითქვას, რომ ბოლო 40 წლის განმავლობაში ირან-ერაყის ომის შემდეგ, ასე რომ ისინი იღებენ შეხედეთ ამჟამინდელ სიტუაციას ჰორმუზის სრუტეში, ისინი ცდილობენ გლობალური ეკონომიკა მძევლად აიყვანონ. ეს ზუსტად იგივე სიტუაცია. ასე რომ ჟურნალისტებისა და აქტივისტების ნებისმიერი მკვლელობის მცდელობა, რომლებიც რეჟიმს აკრიტიკებენ, ტერორისა და ხალხის დადუმების პოლიტიკის გაგრძელებაა ქვეყნის შიგნით. ეს არის ის, რასაც ისინი ბოლო 48 წლის განმავლობაში ქვეყნის შიგნით ახორციელებენ. მაგრამ ამავე დროს მათ ეს პოლიტიკა ქვეყნის ფარგლებს გარეთაც გაავრცელეს. ამიტომ მძევლად აყვანის პოლიტიკა მხოლოდ ადამიანებით არ შემოიფარგლება. ეხლა ჩვენ ამას ძალიან აშკარად ხედავთ ისრაელთან და ამერიკასთან ამ კონფლიქტში. შეხედეთ სხვა სიტუაციას, როდესაც რაკეტებსა და დრონებს ისვრიან არაბ მეზობელ ქვეყნებზე. ისინი ცდილობენ უსაფრთხოების მძევლად ქცევას. ეს მათი პოლიტიკაა და ეს მათი ბუნება. ისინი არ აპირებენ უკან დაბრუნებას. შეიძლება არსებობდეს სხვადასხვა გზა, რათა შემცირდეს რეჟიმის ტერორისტული აქტივობები. მაგრამ ჩვენი თვალსაზრისით არსებობს მხოლოდ ერთი გზა, რომ განეიტრალდეს რეჟიმის ტერორისტული აქტივობები ირანში და მის ფარგლებს გარეთ, და ეს არის თავად რეჟიმის განეიტრალება. და ეს ნიშნავს ირანის ხალხის დახმარებას ამ რეჟიმის დასამხობად, რასაც ამჟამად პრეზიდენტი ტრამპი და პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ ისინი შესანიშნავ საქმეს აკეთებენ, რა თქმა უნდა, მაგრამ ეს მთელი ზეწოლა, რაც მათზეა, მარტივი არ არის. მაჰიდ ბეჰეშტი, მინდა გკითხოთ, იცით როგორი შიში და ზეწოლა ირანელი ოპოზიციის წარმომადგენლებზე ევროპაში, მაგალითად თქვენზე, რომელიც ლონდონში ცხოვრობთ, ამჟამად რა მდგომარეობაში ხართ? რამდენად შეშფოთებული ხართ, რომ ეს შეიძლება თქვენს შეგემთხვეთ და როგორ ფიქრობთ, საბოლოოდ რას უნდა აკეთებდეს სასამართლო თუ დაასკნის, რომ ირანის ისლამური რესპუბლიკა ამ თავდასხმაში იყო ჩართული? მე ვფიქრობ, რომ ირანის ისლამური რესპუბლიკა 100%-ით არის ჩართული ამ თავდასხმაში, მაგრამ რა თქმა უნდა, MI5-ს ეხლა ამის გამჟღავნება არ სურს. ისინი მხოლოდ აისბერგის წვერი გამოაჩინეს, როცა გამოაცხადეს, რომ 20 მკვლელობის მცდელობა იყო. როგორც ხედავთ, მე თვითონ დღეს უკვე 3 წელიწად ნახევარზე მეტი გავიდა. დღეს 1181 დღეა. მე და ჩემი ხალხი, მეგობრები, ისინი ლონდონში, King's College-ის ქუჩაზე, FCDO-ს წინ ბანაკდებიან. საგარეო საქმეთა სამინისტროსთან, რათა ზეწოლა მოახდინონ მთავრობაზე, რომ IRGC ტერორისტულ სიაში შეიყვანონ. ჩვენზე მინიმუმ 5 ჯერ თავს დაგვესხნენ. ყოველი 2 კვირის შემდეგ მე მაქვს შეხვედრები ლონდონის ანტიტერორისტულ განყოფილებასთან და იქიდან ვიღებთ განახლებებს საფრთხისა და მისი დონის შესახებ. ამჟამად ლონდონში საფრთხის დონე ძალიან მაღალია. ებრაელი ხალხი, ებრაული საზოგადოება საერთოდ არ არის უსაფრთხოდ. ირანული საზოგადოება, რომელიც რეჟიმს აკრიტიკებს, საერთოდ არ არის უსაფრთხოდ.
მაგრამ როგორც თქვი, შეიძლება დიდი ბრიტანეთის მთავრობა, ევროპის მთავრობები ბევრ სხვადასხვა გზას იხენებენ, რაც საერთოდ არ არის ეფექტური. ეს ბოლო 48 წლის განმავლობაში დამტკიცდა. დათმობის პოლიტიკა ამ ბოროტ ბარბაროსულ რეჟიმთან არ მუშაობს. არსებობს მხოლოდ ერთი გზა რეჟიმის საქმიანობის განეიტრალებისთვის და ეს არის თავად რეჟიმის განეიტრალება. და ეს ნიშნავს ისრაელისა და ამერიკის დახმარებას ამ კონფლიქტში, რაც ვფიქრობ, რომ სწორ გზაზე ვართ, მაგრამ ეს რთული იქნება. ირანის რეჟიმმა ნებამომეც ამით დავასრულო, ყველაფერი დაკარგა გარდა დასავლური მედიის უმეტესობის. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მათ 48 წლის განმავლობაში იმუშავეს დასავლურ მედიაში, აკადემიაში, პოლიტიკაში და ბევრ სხვადასხვა სფეროში. და ისინი საკუთარ თავსა და იქ მყოფ ხალხს ამკვიდრებენ. ასე რომ, რა თქმა უნდა, ეს ადვილი არ იქნება, მაგრამ ვფიქრობ, სწორ გზაზე ვართ. კარგი, ვაჰე, მინდა დიდი მადლობა გადაგიხადო, როგორც ყოველთვის, რომ შემოგვიერთდი დიდი ბრიტანეთიდან.